სოფლიო ჩემპიონატი გრძელდება და ჩვენც ვაგრძელებთ სოფლიო ჩემპიონატის დღიურებს, რომელიც ჩვენი არხის community-ში ძალიან პოპულარულია და თუ არ გინახავთ წინა ეპიზოდები, გადმოდით ჩვენს არხზე და შეიგრძენით ნამდვილი სოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მხოლოდ ფეხბურთი არ არის. მაშასე, ტურნირი სულ უფრო საინტერესო ხდება და მედიაში ზოგჯერ კომაგების ამბებზე უფრო მეტ საუბრობენ ვიდრე თავად მატჩებზე. მართალია ფავორიტი გუნდების თავდამსხმელები დაიქოქნენ და მოედნებზე წარმოუდგენელი გოლები გადის, მაგრამ მოედნის მიღმა კიდევ უფრო უცნაური, სახალისო და დაუჯერებელი ისტორიები იბადება. ჩვენ ამ ვიდეოში სწორედ გიჟურ ამბებს მოგიყვებით სოფლიო ჩემპიონატიდან. ზოგადად მუნდიალის დღიურების სერიაში ვსაუბრობთ სოფლიო ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო ამბებზე, კულისებიდან უცნობ ფაქტებზე, სახალისო ისტორიებსა და მთავარ სიახლეებზე, რომელიც ტურნირის მიმდინარეობისას ხდება. დღევანდელ ეპიზოდში ფეხბურთზე და სოფლიო ჩემპიონატის გარშემო შექმნილ ატმოსფეროზე უფრო მეც მოგიყვებით. იქნება კომაგების ამბები, უცნაური ისტორიები, ინტერნეტის ახალი გმირები და ამბები, რომლებიც ალბათ ჯერ საერთოდ არ გსმენიათ, რადგან ტელევიზიებში მხოლოდ მატჩებს საჩვენებენ. თუ სოფლიო ჩემპიონატის კულისებში მიმდინარე მოვლენების გაინტერესებთ, გამოიწერეთ არხი, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია ამოსაყოლი ამერიკიდან, მექსიკიდან და კანადიდან. მე ვარ გიორგი და ეს არის სოფლიო ჩემპიონატის დღიურის მომდევნო ეპიზოდი. დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ სოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მოულოდნელ ვარსკვლავზე. არა ეს არც მესია, არც მბაპე და არც ჰალანდი. სხვა შორის არც რონალდო და არც ვინისიუსი. მექსიკაში სოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად იხვი იქცა, იხვის სახელად მერლინი. მერლინის პოპულარობა 11 იუნის მექსიკის ქუჩის ზეიმზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მექსიკელებმა სამხრეთ აფრიკა გაახსნით მატჩი 2-0 დაამარცხეს. 2 წლის იხვი მერლინი მექსიკის მინი მაისურითა და პაწაწინა წინდებით დედაქალაქის ხმაურიან გამზირზე კომაგებთან ერთად ამაყად დასეირნებდა. მას ვიდეოებსა და ფოტოებს უღებდნენ და პოპულარობამ იხვისა არ დააყოვნა. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ სოფლიო ჩემპიონატის მექსიკური მასკოტიც კი ჩამოიტოვა და მექსიკის პრეზიდენტმაც მასთან შეხვედრა მოისურვა. იხვი კლაუდია შეინბაუმის დილის რეგულარული პრესკონფერენციის დაწყებისას სცენაზე ავიდა. დაიკავა ის ადგილი, სადაც ჩვეულებრივ მინისტრები და ოფიციალური პირები ჩანან და რამდენჯერმე დაიყიყინა. ჩვენთვის დიდი პატივია პრეზიდენტთან ერთად აკყოფნა, ჩვენთვის პატივია თქვენ წინაშე დგომა და მთელი მსოფლიოსთვის მექსიკის ულამაზესი მხარის ჩვენებაო. არა ეს იხუს არ უთქვამს, ეს თქვა მერლინის პატრონმა კარლა გომესმა. მერლინი ტელევიზიებშიც მიწვიეს და საბოლოოდ იმდენად პოპულარული გახდა, რომ გულშემატკივრებმა FIFA-ს მისი სტადიონზე შეშვებას კი სთხოვეს. თუმცა FIFA-ს წესები, ცხადია წესებია და ორგანიზაციამ განმარტა, რომ სტადიონზე ცხოველების შეყვანა აკრძალულია. შედეგად მერლინმა მატჩის ყურება ტრიბუნიდან ვერ შეძლო, თუმცა ინტერნეტში უკვე ბევრი ხუმრობს, რომ სოფლიო ჩემპიონატის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი სწორედ იხვი მერლინია. კარგი, ახლა შოტლანდიელებზე გადავიდეთ, რადგან როგორც ჩანს, ისინი ამერიკაში ფეხბურთის საყურებლად კი არა, თავგადასავლების მოსაწყობად ჩავიდნენ. ჩვენ შოტლანდიელებზე საუბარი წინა ვიდეოში დავიწყეთ და იქაც მათ სიგიჟეებზე ვსაუბრობდით. შოტლანდიელი მსახიობი კარინ გილანი, რომელსაც ბევრი galaktikis მცველებიდან იცნობს, ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელშიც ალბათ არც ერთი კომაგი არ ისურვებდა მოხვედრას. ასე თეორიულად. მატჩის დასრულების შემდეგ ის თურმე ბრაზილიელი კომაგების ავტობუსში ასულა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, შენი გუნდი მარცხდება, ავტობუსში ადიხარ და უცებ ხვდები, რომ გარშემო ყველა ბრაზილიის მაისურითაა და გამარჯვებაზე იმობს. მოგვიანებით გილანი სოციალურ ქსელში ხუმრობით წერდა, რომ გონი არასწორ ავტობუსში ვართ, მაგრამ ჩვენ გვიყვარხარ ბრაზილიაო. თუმცა ცხადია ეს ხუმრობით, თორემ ისე მან ბრაზილიელებთან ერთად სიმღერების სიმღერა და ეს ისტორიაც თელმა მსოფლიომ შეიტყო. სხვა შორის გილანს ბრაზილიის კომაგებმა შოტლანდიის კომაგების ცნობილი შეძახილი უმღერეს. არ არის შოტლანდია, არ არის გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როგორც გახსოვთ, შოტლანდიელები ამერიკაში ფეხბურთზე მეტად დასამახსოვრებელი კომაგობისთვის ჩავიდნენ. ბოსტონში ჩასვლის შემდეგ ათასობით შოტლანდიელმა კომაგმა ქალაქის ქუჩები, ბარები და ტურისტული ადგილები ფაქტობრივად დაიპყრო. ყველგან იცმოდა გუდასტურის ხმები, ქუჩებში შოტლანდიური სიმღერები არ წყდებოდა და ბევრი ამერიკელი პირველად ხედავდა თუ რას ნიშნავს ევროპული საფეხბურთო კომაგობა. ის კონუსისტემაც თელმა მსოფლიომ ნახა. შოტლანდიელებმა ყველგან ყველაზე სადმე თუ იდგა ბოსტონის ქუჩებში, თავზე კონუსი დაახურეს. ცხადია, აქ დამცინავი არაფერი ყოფილა, უმეტესობას მოსწონდა კიდეს, თუმცა იყვნენ ამ ყველაფრის წინააღმდეგაც. განსაკუთრებით მოსწონთ ბარებისა და პაბების მფლობელებს, რადგან სკოტებმა მათ ყველა ლუდი დაულიეს. თუმცა განსაკუთრებით პოპულარული ალკოჰოლური სასმელების ერთი მაღაზია გახდა სახელწოდებით Joby Liquors.
რომელიც მანამდე ნაკლებად პოპულარული ტურისტული მაღაზია ყოფილა. საქმე ისაა, რომ შოტლანდიელებისთვის სიტყვა ჯობი ჟარგონია და განავალს ნიშნავს. შედეგად, კილტებში გამოწყობილი შოტლანდიელი ქომაგები მაღაზიისკენ დაიძრნენ. ეს ფენომენი იმხელა განხილვის საგანი გახდა, რომ მაღაზია გლაზგოს Daily Records-ის რეპორტერმაც კი მოინახულა. მაღაზიის ფლობელს ჯიმი რაიანს წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რატომ მიიღებდნენ მისი ბიზნესის გარეთ მომღიმარი შოტლანდიელების ჯგუფები სელფი ფოტოებს. რაიანი საბოლოოდ მიხვდა, რომ ის რაც მას სრულიად პატივსაცემი ოჯახური ბიზნესის სახელი ეგონა, შოტლანდიურ ჟარგონში გაცილებით ნაკლებად ღირსეულ რამით ითარგმნებოდა. მერე განმარტა კიდე ეს, რომ სახელი მაღაზიას დედისა და მამის სახელების ჯოანისა და ბილის შეერთებით დაარქვა, თუმცა გასართობად ჩასული სკოტებისთვის ეს ისეთი ხუმრობა გამოდგა, რომელიც არასდროს ზოლდება. რაც შეეხება რაიანს, ის სიამოვნებით იღებს თავის მაღაზიის პოპულარობას და შოტლანდიელებსაც აქებს. შოტლანდიელებიც სიგიჟეებს აგზელებდნენ ბოსტონში მთელი ეს პერიოდი. მაგალითად, ყვითელი სასკოლო ავტობუსები იქირავეს სკოტებმა, ქალაქში დადიოდნენ, ავტობუსებში მღეროდნენ, ცეკვავდნენ და დროშებს აფრიელებდნენ. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ ცხოვრებაში პირველად იჯდა ნამდვილ ამერიკულ სასკოლო ავტობუსში. და მიუხედავად იმისა, რომ სკოტების მსოფლიო ჩემპიონატის მოგზაურობა ბოსტონში ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ დასრულდა, თუმცა მათი ქომაგობის კვალი ჯერ ისევ შემორჩა ამერიკულ ქალაქს და ისტორიები მათზე ისევ საოცრად პოპულარულია. ახლა სწორედ კიდევ ერთ ასეთ უცნაურ ისტორიაზე გადავიდეთ. ამერიკულ მედიაში აქტიურად განიხილავენ, რომ შოტლანდიელი ქომაგები ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარულები გახდნენ. ზოგი გამოცემა წერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ბოსტონსა და მაიამიში გაცნობის აპლიკაციებში შოტლანდიური პროფილების აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის გარდა პირდაპირ ეთერში მოხდა ერთი სახალისო ამბავი. მაიამიში ერთ-ერთი ამერიკული ტელევიზიის კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში საუბრობდა, როდესაც კადრში მოულოდნელად შოტლანდიელი ქომაგები გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტი გაართო, მეორემ კი პირდაპირ ეთერში შოტლანდიური შეძახილებით წამოიწყო. რის შედეგადაც მათი პირდაპირ ეთერი რამდენიმე წამით სრულ ქაოსად გადაიქცა და ცხადია ეს ვიდეო მალევე ვირუსული გახდა. კარგი, ახლა ნორვეგიულ ფეხბურთზეც გადავიდეთ. მათი ნაკრების გამარჯვების შემდეგ ინტერნეტი ჰალანდისა და მისი გუნდელების გოლებზე კი არა, ვიკინგებზე ელაპარაკდა. ერლინგ ჰალანდი, მარტინ ედეგორი, ნორვეგიის ნაკრების სხვა ფეხბურთელები ათასობით ქომაგთან ერთად ვიკინგების ტრადიციულ გამარჯვების აღნიშვნაში ჩაერთნენ. სტადიონი ერთ დიდ ვიკინგურ ფესტივალს დაემკვანა და ბევრი ქომაგი წერს, რომ სწორედ ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური კადრი. ცხადია, იაპონელი ქომაგები აგრძელებენ ტრადიციას და მატჩების შემდეგ სტადიონებს ასუფთავებენ. ფინალური სასტონის შემდეგ გასასვლელებისკენ გასვლის ნაცვლად ისინი ნაგავს აგროვებენ და ურნებში ყრიან. ეს თავაზიანი ჟესტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მათი ქვეყნის გამოსვლების სინონიმი გახდა, ამბობენ, რომ მათი რელიგიიდან იღებს სათავეს. იაპონელები თვლიან, რომ ყოველდღიური ნივთები პატივისცემის ღირსია, ამიტომაც ისინი სტადიონებს ალაგებენ. აი ბელგიის მწვრთნელს კი სახალისო ისტორია გადახდა თავს. ბელგიამ ეგვიპტესთან გახსნითი მატჩის პაუზის დროს გუნდის შეკრებისთვის არასწორი ადგილი შეარჩია. მათ დაავიწყდათ მოედნის სარწყავი სისტემების გათვალისწინება, რის გამოც ბელგიის მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ძალიან დასველებულა. შემდეგი 20 წუთი მან სველმა გაატარა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თითქოს მოთამაშეებს მისი მითითების სერიოზულად აღქმა უჭირდათ. მოდი ახლა სხვა ისტორიებზეც გადავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატიდან. ტურნირის პირველი გმირის დედა ამერიკაში ჩავიდა. კაბო-ვერდეს მეკანემ, რომელიც ესპანეთთან მატჩის გმირი გახდა, მატჩის შემდგომ ინტერვიუში თქვა, რომ დედამისი ამერიკაში ვიზის ხარჯების გამო ვერ ჩადიოდა. ახლა დედამისი მასთან ჩავიდა ამერიკაში და ამის გარდა მას ინსტაგრამზე უკვე მილიონობით გამომწერიც დაემატა. ახლა მოდი კიდევ ერთი სახალისო ისტორია მოვყვეთ. მათ ვისაც ეჭვებარება, რომ ჩრდილოეთ ამერიკა ფეხბურთს ანუ სოკერს ბოლომდე ვერ გაიგებს, თქვენთვის ერთი საინტერესო ფოტო მაქვს. ინგლისსა და კოსტა-რიკას შორის ამხანაგური მატჩის დროს, როდესაც დეკლან რაისი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა, მის უკან წინა რიგში მსხდომი უყურადღებო მაყურებლები შენიშნეს. ისინი მაგიდებთან ისხდნენ და ღია ცის ქვეშ სრულფასოვან სადილს მიირთმევდნენ. ხო და ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდა ალბათ, სანამ არასწორი მიმართულებით დარტყმული ბურთი წვნიანში არ მოხდებოდა. თუმცა ამ სახალისო ისტორიის მიუხედავად, ბევრი ამერიკელი, რომელიც აქამდე ფეხბურთს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ახლა სოციალურ ქსელებში წერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა მათი წარმოდგენები ფეხბურთზე, ანუ სოკერზე შეცვალა. და ეს არა მხოლოდ თამაშების გამო, არამედ იმ ატმოსფეროს გამო, რომელსაც მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქომაგები ქმნიან. ბევრმა ამერიკულმა მედია გამოცემამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს ადგილობრივები გაოცებულები არიან ევროპელი და სამხრეთ ამერიკელი ქომაგების კულტურით. ბოსტონიდან, მაიამიდან და ლოს-ანჯელესიდან უამრავი ვიდეო ქვეყნდება ინტერნეტში. ამერიკელები ტელეფონებით იღებენ ქუჩებში ქომაგების მსვლელობებს და გაოცებულები აკომენტარებენ, რადგან მსგავსი რამ აქამდე არ უნახავთ. ამერიკელები წერენ, რომ ფიქრობდნენ ფეხბურთი მოსაწყენი იყო, მაგრამ ქომაგები საერთოდ სხვა სამყაროა.
შესაძლოა, სწორედ ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ხიბლი. 90 წუთი მხოლოდ თამაშის ნაწილია. ნამდვილი ისტორიები კი ხშირად ტრიბუნებზე, მატჩის შემდგომ სტადიონთან იქვე ქუჩებში და კამერების მიღმა იწერება. და სწორედ ასეთ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიებს გავაგრძელებთ მუნდიალის დღეურის შემდეგ ეპიზოდებშიც. ასეთი იყო მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელი დღეული. მაინტერესებს ამ ეპიზოდიდან რომელმა ისტორიამ გაგაოცათ ყველაზე მეტად. იხმა მერლინმა, შოტლანდიელების ბოსტონურმა სიგიჟეებმა, კარენ გილანის არასწორმა ავტობუსმა, ნორვეგიელების ვიკინგურმა აღნიშვნამ თუ იაპონელი კომაგების კიდევ ერთმა შტამბეშტავმა საქციელმა. აუცილებლად დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მსოფლიო ჩემპიონატიდან თუ რომელიმე საინტერესო ამბავი გამოგჭა, ისიც მოგწერეთ და შესაძლოა შემდეგ ეპიზოდში სწორედ თქვენი კომენტარიდან მოხდეს ისტორია ახალ ვიდეოში. თუ ვიდეო მოგიწონა, დალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარიზღილაკი. მსოფლიო ჩემპიონატი სულ უფრო საინტერესო ხდება, რაც მეტ სკანდალს, რეკორდს, კურიოზს და დაუჯერებელ ისტორიას ნიშნავს კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მექსიკიდან. მე ვარ გიორგი. თქვენ უყურებდით მსოფლიო ჩემპიონატის დღიურის ერთ-ერთ ეპიზოდს. დიდი მადლობა.